სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ გარიბა ჰეინი, ფიბი დონგინი, ინდიანა ევანსი, ანგუს მაკლარენი და ლუკ მიჩელი. ერთი წამით ხცალია. ამბაზანაში ვარ. ცოტა ხანს დამელოდე. ვიფიქრე პიკნიკი ხომ არ მოგვეწყო. დანახმა ხარ? შენ, მე, კიმი და სემი. ამაზე კიმს უკვე ესაუბრე? ამის გარეშე არ შეიძლება? იცი, რაც მეტი ხალხია, უფრო მეტი მხიარულებაა. ხომ ასეა? ხო. სიცულელია და ჩასაცმელიც არაფერი მაქვს. ძალიან მოგეწონება, არა კლეო? ხომარჯობია პიკნიკზე მთაში წავიდეთ, მრავალფეროვნებისთვის. რა მაგარი პიკნიკია. თუ სანაპიროზე წავალთ, საცურაო კოსტუმი დაგჭირდება, არა? გიждები შენზე. საუზმის შემდეგ წადი. იქნებ შენი ზომა აქვთ. კარგი, გმადლობ. შიმშილისგან კვდები. ფული გააქვს? შენ? ნახევარი ხილის სალათისთვის გვეყოფა. ან ტოსტზე ყველის გარეშე. ან ნახევარ წილ ბლითებზე. სად ვიშოვოთ ფული? ეს ვინ არის? ზეინია. მას ბევრი ფული აქვს და იდიოტია. ზუსტად ჩემთვისაა. გამარჯობა. საცურაოდ მივდივართ. და გასაუბრება? მხოლოდ 1 საათით. და რომ დაგაგვიანდეთ? თავად მიხედავ, მიმტანი გჭირდება და არა ატომური ფიზიკოსი. მაინც კისერზე გეკიდება? მეგობრებთ. კიდევ ვირბინოთ? არა, საკმარისია. მაშინ ნახვამდის. სუში გიყვარს? არ ღირდა ასე შეწუხება. როგორ გეკადრება? ჩვენ მუდამ სუშის ვჭამთ. ხომ ასეა? ხო, საუზმეთ, სადილად და ვახშმად. სენდვიჩებით საკმარისი იქნებოდა. მართლა. ეს ხომ მარტივია. თადამ! შენივრად გამოიყურები ძვირფასო. ახალი საცურაო კოსტუმი მაგარია. შეიძლება მეც ახალი ვიყიდო. მხოლოდ პატარა ზომები იყო. ჩვენთვის კანოეები ვიქირავე. ჩვენიერია? ეს რა არის? არასოდეს გამოგიყენებია? ნიჩბების ქნება ჩემი საქმე არ არის. ჩვენ სიამოვნებით გავერთობით კანოეებით. ეს ძალიან სასიამოვნოა. უნდა დამესვენა. კაფეში იმდენი საქმეა დავიქანცე. უნდა ამოისუნთქო. ამიტომაც მაქვს გასაუბრება კანდიდატებთან. როგორ გადაწყვეტ ვინ აიყვანო? 5% რეზიუმე, დანარჩენი ინტუიცია. რასი ზუსტია, მე ხომ მარტო ადამიანი არ ვარ. კონკრეტულად რა მოთხოვნები გაქვს? ბევრი არაფერი რა იყო? ანუ, მეც ვწდიდი. კარგი. მართლა? ხო.
გასელოდებით გასაუბრებას. რიგის გარეშე სად მიდიხართ? არა, უკაცრავად რომ შემოგეჭერით. გასაუბრებაზე ვარ. დიახ, გთხოვთ. მას ჩემი შეყვარებული ატარებს. პრობლემა არ არის. გონია რომ სადღაც გნახეთ. ნუ თუ მართლა. სად? ჩემს სიზმრებში. სასიამოვნო ვიყავი? სავსებით. დერეფანში დაგელოდებით. ყველას მადლობა რომ მოხვედით. ადგილი უკვე დაკავებულია. 1 საათია ველოდებით. შენ ვინ ხარ? შენ როგორ ფიქრობ? მართველი არ ხარ. მე ის უკვე ვნახე. მმართველის დამხმარეც ნახე. დაუჯერებელია. შეგიძლიათ თქვენი რეზიუმეები დატოვოთ მორიგი ვაკანსიებისთვის. საცურაოდ რატომ არ მოდიხარ? არ მინდა, მადლობა. აბა, ადექი წავედით. არ მინდა. მაპატიეთ, მაგრამ აქაც მომწონს. ყველაფერი კარგად არის? იქნებ რამე მოხდა. არა, ყველაფერი კარგად არის. ბედნიერი ვარ. ყველაფერი მშვენივრადაა. მიხარია ამის მოსმენა. მოდაეჭექენ მარტო რადგან მოგწონს. გაერთე ძვირფასო. დანარჩენები სად არიან? ლოდინი მობეზრდათ და სახლში წავიდნენ. შენ კი დარჩი არა? გამოცდილება თუ გაქვს? თან დიდი, მაგრამ ჩემი ბოსი ასე არ ფიქრობდა. რატომ? ვენატრებოდი, როცა არ ვიყავი. კარგი. მაინც ჩემ შეყვარებულს უნდა მოუწადო. კარგი, მაინც სხვა გასაუბრებებიც მაქვს. მისმინე, იცი რა? მე გადავწყვიტე. აგიყვანთ. კარგი. გმარა გაბოდვა. საჩუქრების გარეშეც არაფერი მოგივა. მე არ მჯერდება საჩუქრები. შენც არ გქონდეს ამის იმედი. შეწყვიტე შანტაჟი. კლეო. რა გჭირს? ყველაფერი კარგად არის. კლეო. თუ რაიმე გაწუხებს. მართალი ხართ. წყალი პირდაპირ მეძახის. კლეო. კლეო. აი სათხარ. ვნერვიულობდით. მაპატიე, არ მესმის. რა ხდება? აგიხსნი. არა, ეს რთულია. ასე კი მე რომ მოქცეულიყო გავიგებდი, მაგრამ შენ არა. მაპატიე, მე ხომ არ... ეჭვი მაქვს გქონია. უცდილობდე და შენი შემცვლელის პოვნას? არა, სულაც არა. სემის წინააღმდეგი არ ვარ, გეფიცები. მაშინ რა ხდება, მითხარე. უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობ. რაღაც არ მჯერა. მინდა რომ ყველაფერი მიამბო. ახლა ხშირად ვიქნებით ერთად. ზეინს ვეტყვი და შენთვის ფორმას ვიპოვით.
რით ხარ დაგავებული? რიკი, სოფი ვარ. ზეინმა მიამბო შენზე, როცა სამუშაოზე ამიყვანა. გასაგებია, ძალიან საინტერესოა. ზეინ, ოფისში სწრაფად. რა? თათბირი. გამარჯობა, უკვე შევხვდით ერთმანეთს. მახსოვს. ლაღბობის დრო არ მაქვს, უნდა ვიმუშაო. ახლა კი ამიხსენი. ასე სოფიას გამოხარ არა? ხალხს ხომ მე ვარჩევდი. შენ საცურაოდ წახვედი. მაგრამ 1 საათით არც დამეგვიანია. კი, მაგრამ ის ერთადერთი იყო. დანარჩენები წავიდნენ. წავიდა? რატომ? ახლავე დავფიქრდები. არ ვიცი. მე რა ვიცი. შენ ცადექი და დაიქირავე ის. ისიც თუ წავიდოდა, ყველას გაუშვებდით ხელიდან. რა მოხდა რომ ავიყვანე? ეს სამუშაო ბელაცაც უნდა. დიახ, შენს მეგობარს. მაპატიეთ. ჩემ გამოკამათობთ. არა, რა სისულელეა. ეს სამუშაო მჭირდება. მაგრამ პრობლემები არ მინდა. რიკი თანახმაა. ხვდები რასაც განიცდი რიკი, მაგრამ ერთი იდეა მაქვს თუ შეიძლება. ხო, გესმენ. დღეს გამოსაცდელი დღე იყოს და თუ ვინმე სხვას არჩევთ, არ მეწყინება. თანახმა ვარ. კარგი. ბელაც მიიღებს მონაწილეობას. გისმენთ? მაგრამ ჯერ არ ამირჩევია არაფერი. კარგი, შემიძლია დაგელოდოთ. მასე თავზე უნდა დამადგეთ. მოგვიანებით მოვალ. რატომ მავიწრობებთ? შეკვეთის გაკეთება არც ისე მარტივია. ამაზე ჩემი ნივთიერება თაცვლაა დამოკიდებული. აბა, მეტყვით რას ინებებთ თუ თქვენ მაგივრად გავაკეთო შეკვეთა? ანანასის და საზამთროს კოქტეილი. გიждები ასეთი გემოვნების მქონე მამაკაცებზე. მართლა? დამაჯერებელია. სად არის ჩემი სასმელი? უკვე დიდი ხანია ველი. უკვე მომაქვს. აი, იცი ამონეთ. რა მოხდა? წიწაკა. რა? ეს რაღაც შეცდომაა. წარუმატებელი დასაწყისია. მაპატიეთ, მხოლოდ ის ჩავდე, რაც საჭირო იყო. ახლავე ყველაფერს მომაგვარებ. მაგრამ ეს როგორ მოხდა? კლეო, ეს მოგეწონება? ნახე, როგორი ახალი ჯინსები მაქვს, გუშინ მამამ მიყიდა. კიდევ ფეხსაცმელი და კიდევ? ძალიან მიხარია კიმ. არა, გშურს. შენ ხომ არაფერი გიყიდა? მე არც არაფერი მჭირდება. მის შანტაჟირებას არ ვაპირებ. მას მეგობარი სჭირდება და აი ამისთვის გადაიხადოს. ნახე, როგორი საოცარი პიჯაკი მაქვს. ჩემთვის სულ ერთია. რა თქმა უნდა. ჩემი თხოვნები შეზღუდული არ არის. და თუ მათ ნამდვილი გრძნობები აქვთ, ეს არ გადართებს? ვერ ხვდები? ის ჩვენთან არასოდეს გადმოვა. ის ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. მამა რას მისცემს მას? ბევრს. ის მოხუცი და მოსაწყენია. არც ისე მოხუცია. ის მზრუნველი, ძლიერი და ჭკვიანია. და ცხვირში თმით. კიმ, და თუ მამას სერიოზული განზრახვები აქვს, მოგიწევს სხვა ქალის არსებობას მიეჩვია. არა, არაფრის გულისთვის ამას არ დავუშვებ. აბა, რაზე საუბრობთ? გონი ვიცი. არა. უბრალოდ. ხო, გასაგებია. ამას რატომ აკეთებ? უბრალოდ ახალი ტელეფონი მჭირდება.
გამარჯობა. გამარჯობა. რით ხარ დაკავებული? მაგიდას ვაკეთებ სოფიასთვის. ის სკოლაში სწავლობს? არა, ბიზნეს კურსისთვის დასჭირდება, ახალი მაგიდის ფული კი არ აქვს. ბიზნეს კურსი? მაგარია. ოდესმე მდიდარი ადამიანი გახდება. ეჭვი არ მეპარება. ხანდახანის ადამიანებს ძალიან ცუდად ექცევა, მაგრამ ძალიან კეთილი გული აქვს. ასე გიყვარს შენი და? კი, და მას ვაფასებ. ხომ არ გავისეირნოთ? მაგიდა უნდა დამამთავრო. კარგი. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. იქნებ საქმე იმაშია, რომ სემი საერთოდ არ მომწონს. მაგრამ შენ ხომ ბედნიერება გინდა მამასთვის? რა თქმა უნდა. ხედავ რომ ერთად კარგად არიან, მაგრამ მე ეს ხომ მნიშვნელოვანია. საქმე ამაში არ არის. კიდევ ერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ნიშნავს, რომ კიდევ ერთ ადამიანს უნდა დავემალო. გამარჯობა. კაფეს გამო განიცდი? ვიცი რომ სოფის სამუშაო სჭირდება და თავს კარგად ართმევს, მაგრამ დაიმუშავოს, მას უფრო სჭირდება. მართლა? მე სიმღერაც მაგმაყოფილებს. მაშინაც ყველაფერს ამარტივებს. მაგრამ მაინც რაღაც მადარდებს. მისგან აგრესია მოდის. ეს ვიღაცას მაგონებს. ვიღაცას ამაუსში. სემ, მინდოდა ჩემი ქცევის გამო ბოდიში მომეხადა. გუშინ პლიაჟზე. მადლობა კლეო. მე და მამა შენმა გადავწყვიტეთ არ ვიჩქაროთ. თქვენ რა დაშორდით? გონი ცოტა ვიჩქარეთ. მაგრამ შეხვედრას ხომ განაგრძობთ? საოცარი მამა გყავთ. არ მინდა თქვენი სიმშვიდე დავარღვიო. მოდი აქ. რა მოხდა? ეს კადრების სააგენტოდანაა. მართალი ხარ, უფრო მეტი კადრი უნდა განგვეხილა. 10-ზე პირველი მოვა. სოფი ცოდია? სოფი, მეგონა, დაიდარჩეს. კარგია. წინააღმდეგი არ ვარ. როგორც იტყვი. მამა, უნდა დავილაპარაკოთ. ყველაფერი გადაწყვეტილია. მართალი ხარ. მე და სემს არაფერი გამოგვივა. მამა, ეს არც მიფიქრია. ყველაფერი მაშინ პლაჟზე დაიწყო, როცა უხეშად ველაპარაკე, მაგრამ მასთან ამას არნაირი კავშირი არ ჰქონია. მაშინ რა მოხდა? გამიგე, ეს ძალიან რთული ასახსნელია. ეცადე. არსებობს თემები, რომლის ახსნაც შეყვარებულს ეჭყუბე. არა, ეს ლუის არ ეხება. წადი და სემი იპოვე. ისეთები, როგორიც ის არის, არც ისე ბევრია. ნახევარ საათში ვიქნებით. ყველაფერს ვაკონტროლებ. გამარჯობა. გილოცავ. რა გინდა? ხომ იცი შენს ძმასთან მეგობრობ? მე რა? შეკვეთას გააკეთებ? შენთან დამეგობრების იმედი მქონდა. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. მაგრამ ვილს გაუხარდებოდა. თავად ვიზრუნებ მასზე. შენ კი თავისუფალი ხარ. თუ რამე გაწყენინე? მაპატია, დაკავებული ვარ. ჩართე. მოგონებო, ახალი ამბავი მაქვს. მე და სემი დავინიშნეთ. ეს ხომ
ძალიან კარგია. გილოცავთ. მადლობა კლეო. ძალიან მიხარია. ეს შენ შემმატე თავდაჯერებულობა. გამყიდველო. უხარია, უბრალოდ დაიბნა. ლაპარაკი არ მინდა. მესმის რომ გეშენია. სულაც არ მეშენია. მე კი ცოტა, მაგრამ პირველ რიგში მამაზე უნდა ვიფიქროთ. და ჩემზე? ვინმე იფიქრებს ჩემზე? ეს შენ შთააგონე მასის ქორწინება. შეიძლება. ყველაფერი კარგად არის, არა? ჰა, ყველაფერი კარგად არის. მაპატიე, მამიკო. არაფერია პატარა. ვიცი რომ დრო დაგჭირდება, შესაგუებლად. მარტო დაგტოვებთ. ახლა ტელეფონზე მინდოდა მეკითხა. მოიჩქარებ. ჯერ სემთან გამიხილავ ამას, მაგრამ ვერაფერს დაგპირდები. სემთან განიხილავს? ღმერთო, კოშმარი დაიწყო. ჩემი და მიმტანია. რაღაც ამდაგვარი. მეგონა სერიოზული გეგმები გქონდა. ჩემი გეგმა მუშაობს. ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორ მედის საქმე? მშვენივრად. პასუხი მახარებს. მარტო რატომ ხარ? ხანდახან ეს მომწონს. მეგონა ვილთან იყავი. რა გჭირს, რამე მოხდა? არა. რა მოხდა მითხარე? არა, ყველაფერი მშვენივრად არის. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. ხმის რეჟისორი ლერი შეწირული. გახმოვანებულია აჭარა ნეთკომის მიერ.